ამ ვიდეოში უნდა განახოთ ისეთი რამ, რითიც მე თვითონაც ძალიან გაოცებული ვარ, კონკრეტულად გულის გაჩერება და მისი გარეგანი რეანიმაციის, ანუ ელექტრული შოკისა და კომპრესიის შედეგად თავიდან ამუშავება. ანუ ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გამოიყურება პირდაპირ სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ჩატარებული სამედიცინო დახმარება. ამ ყველაფრის გააზრება, რომ კარგად შეძლოთ, ჯერ პირველ რიგში აგიხსნით, რა ხდება ამ სურათზე და კონკრეტულად რა ხდება რეანიმაციის დროს. რასაც ჩვენ ვიდეოზე ვხედავთ, არის გრაფიკული გამოსახულება გულის ჭრილის. აი ესენი არიან გულის პარკუჭები, ესენი კი წინაგულები, რომლებიც სინქრონულად და ერთმანეთთან შეთანხმებით იკუმშებიან და ამით უზრუნველყოფენ იმას, რომ სისხლმომარაგება ორგანიზმში შენარჩუნებულია. გულის ნორმალური და სინქრონული კუმშვა გამოიყურება აი ესე ჰარმონიულად, დააკვირდით ამ კუმშვის ფუნქციას. როგორც წესი გულის გაჩერებაში კი იგულისხმება ფიბრილაცია. ამ დროს რადგან გულის კუმშვითი ფუნქცია მოშლილია, ამიტომ ჭირდება დამხმარე ადამიანი, რომელიც პირველად დახმარებას გაუწევს პაციენტს და შეასრულებს გულმკერდის კომპრესიებს, რასაც ამ წუთას ვიდეოზე ხედავთ და ამის შედეგად შეუნარჩუნებს დაშავებულ სისხლმომარაგებას სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოების. რადგან ეს ყველაფერი ავხსენით, ეხლა უკვე შევძლებთ გავარჩიოთ რა ხდება ამ ვიდეოზე. ამ პაციენტს უკეთებენ რეანიმაციას, ანუ გულმკერდის კომპრესიებს და მაგიტომ იკუმშება გული ესე. გულის კუნთის ესეთი რთოლვა კი გამოწვეულია იმით, რომ გასაგებიანაზე რომ თქვათ, ამ პაციენტის გული გაჩერებულია. ეხლა კი ყველაზე საინტერესო მოდის კონკრეტულად დეფიბრილაცია, ანუ შოკის იმპულსი, დააკვირდით გულს. აი ახლა მიიღო მან შოკის იმპულსი და დაიწყო უკვე ისევ სინქრონულად, ნელა, თუმცა სინქრონულად კუმშვა. შოკის იმპულსი, ანუ დეფიბრილაცია კი გამოიყურება აი ესე, დარწმუნებული ვარ, ფილმში მაინც ყველას გინახავთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუმცა რეალურად ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენება ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვისაც კი აქვს პირველადი დახმარების კურსი გავლილი.